ეუფეუზეცა თავში მისცემო სულ ჭეშმარიტი მისეულ რომელი ყოველგან ხარდა ყოველსავე აღოსებ მაგითაში და სამჯერ გეთილთა მომნიჭებულო ცხოვრებისა მოვედა დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა ხვეჩვენ ყოვლისაგან ვიცისა და აცხოვნეს საფირო სული ჩვენი ამინ Asta interesant. Вообще интересно вообще. ჩვენ გავჩერდით 23-ე, არა 24-ე ნოთი, ხო 23-ე წავიდეთ, ხო? ძალიან საინტერესო ადგილზე ვარ გაჩერებული და საერთოდ ძალიან საინტერესო თემებზე ვარ მისული. ხა ჩვენ ვიცით, მაგრამ მაინც კიდევ უფრო გავიმეორებ რაღაც. ყველა რო ჩაჯდეს ისე კარგად. ჩვენ უკვე 26-ე თავს განვიხილავთ. 26-ე თავის მეორე ნაწილს წავიკითხავთ დღეს. ნახოთ სადამდენი ვართ, იმიტომ რომ გრძელია საკმაოდ 26-ე თავი. და რა საშუალება გვექნება სადამდე მოვასწროთ. მისულს ნახოთ. შეიძლება მესამე ნაწილადაც გავყოთ რა. მაგრამ თავი ის არის რომ ვიჟელებთ ყველაფერზე. დასკვნითი ნაწილი ახლოვდება ქრისტეს სამქონეური მოღვაწეობის სრულდება მისი ამქვეყნიური მოღვაწეობა თქვენი იცით რომ ის განსაზღვრული იყო, განჭრეტილი იყო, მე წინაზე გითხარით რომ არ იყო აუცილებელი ქრისტეს ჯვარცმებისათვის რომ გამოსყიდული იყო კაცობრიობა, თავარი იყო რომ ქრისტეს ეცხოვრა ამ ქვეყანაზე და ეცხოვრა უცოდრულად. რა თქმა უნდა ის როგორც ის 33 წელი იცხოვრა, ისე რომ მას და მის უცოდო არ მიყარებია აბსოლუტურად, ხო? აი ისე იცხოვრებდა დანარჩენი ცხოვრებაც რომ დარჩენოდა მას და შეიძლება მე რაღაც 100 საათში გარდაცვლილიყო თქვა სიტყვაზე, როგორც თითოეული ჩვენთაგანი 80 წლისა, 100 წლისა თქვა სიტყვაზე, ხო? რო აღგებოდა ისევ აღადგენდა ადამიანურ ბუნებას, იმიტომ რომ არ მიეკარებოდა მისულ სოდოდა. ძალიან ბევრი ამის გაკეთებას რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეც მოასწრებდა, მაგრამ მე წინაზეც გითხარით და ეხლაც გაგიმეორებ, რომ ეს ყველაფერი იყო განჭვრეტილი წინასწარ ღვთისაგან, რომ მას მეტი არ დასალდებოდა, არ დააცლიდნენ მეც უღირსი და უმადური ადამიანები და ამიტომ მოხდა ისე რომ უფალმა განსაზღვრა ის თავისი დრო, ის 3 წელიწადი გამოიყენა მაქსიმალურად იმისათვის რომ ყველაფერი ჩვენი ცხოვრებისათვის აუცილებელი იყო აღესრულებინა ის სასწაული იქნებოდა, სწავლება იქნებოდა თუ რაც იქნებოდა და დაეტოვებინა ჩვენთვის. და ესეც მოხდა. აი სწორედ აქ ვართ ეხლა მისული. ეს არის დიდი ხუთშაბათი, იცით თქვენ, როდესაც დგება უკვე დიდ მართვა, დიდ მართვის ბოლო კვირა, ჩვენ რო ნებიშვიდეულს უწოდებთ, იმ ნებიშვიდეულში ყოველ დღეს დიდი ეწოდება, დიდი ორშაბათი, დიდი სამშაბათი, დიდი ოთხშაბათი, ასე შემდეგ. ეს გახლავთ უკვე დიდი ხუთშაბათი. ანუ ის დღე, როდესაც საიდუმლო სერობა მოეწყო, როდესაც უფალმა დააწესა ზიარების საიდუმლო, აი ამ თავისი ტრაპეზობით და როდესაც განსტეხა პური და ღვინო და მისამად, სწორედ ამას ავკითხავთ დღეს ჩვენ ახლა. და ძალიან მტკივნეული პერიოდი დგება იესოსთვის, მისი ადამიანური ბუნებისთვის. მე მინდა შეგახსენოთ, რომ იესო მიუხედავად იმისა, რომ ყოვლადწმინდა სამების მეორე იპოსტასია და ძე არის ღვთისა, ამასთან ერთად იესო ქრისტეში არის შეერთებული ადამიანური ბუნება სრულად. ანუ მან მთელი არსებით, მთელი სისავსით შეიერთა ადამიანური ბუნება და აქედან გამომდინარე თითოეული განცდა ადამიანისა, თითოეული ტკივილი მისთვის უცხო არ ყოფილა. შესაბამისად ეს ღალატი, რომელიც მან თან მასში არსებული ღვთაებრივი ბუნებით იცის წინასწარ. მე გაგიმახვილეთ წინაზე ყურადღება, რომ მან როგორც ერთმა იცის იუდა რასაც აპირებს. ვისი გაკეთებაც აქვს განზრახული. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც თან ყვება, ბოლომდე ყვება თან. უზარმაზარ სიყვარულს აჩვენებს მას. ერთი ესეა თითოეულ ჩვენთაგანთან, მაგრამ
მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ მხოლოდ ღმერთის სიყვარული არ არის საგმარისი იმისათვის, რომ ჩვენ ცხონდეთ და გადარჩენთ. ეს მე მგონი საუკეთესო მაგალითია, იუდას მაგალითი. აზიარა, ფეხები დაბანა, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. ესე იგი, ჩვენ გავჩერდით იქ, როდესაც უფალმა თქვა, რომ ვინც ჩემთან ერთად ჩამოყოფსო ხელსო, იმ პინაკშიო, აი ის არისო ჩემი გამხსენებელია. შემდეგი მუხლი ესე ჟღერს. ძე-სამე კაცისაი წარვალს, ვითარცა წერილას მისთვის, ხოლო ვაი კაცისა მის, რომლისა მიერ ძე კაცისა მიეცეს. უმჯობესი იყო მისა, არათუმცა შობილი იყო კაცი იგი. აი ეს ძალიან საინტერესოა და მინდა რომ ცოტა კარგად შევჩერდი აი ამ ადგილზე. უყურეთ. ძე-სამე კაცისაი წარვალს, ვითარცა წერილას მისთვისო. ანუ ნაწინასწარმეტყველებიაო. ნაწინასწარმეტყველები რას ნიშნავს? ამაზე ჩვენ ბევრჯერ გავამახვილეთ ყურადღება და კიდევ ერთხელ გეტყვით. ნაწინასწარმეტყველებია ნიშნავს განჭვრეტილია ღვთისაგან ადამიანების უკეთურება. განჭვრეტილია ღვთისაგან რას გააკეთებენ ადამიანები, როგორ მოიქცევიან. და ვითარცა წერილას, ანუ როგორც თავიდანვე წინასწარმეტყველმა თქვა, იმიტომ რომ მან ღვთის სულით განჭვრიტა. ღვთისთვის ხო არ არსებობს დრო, აწმყო, მომავალი ხა ღმერთმა ხო დაინახა რომ ესე მოხდება. ესაიასაც აქვს დაწერილი, დავით წინასწარმეტყველს როგორ აქვს დაწერილი, ხო? გაახრიტნესო ხელნი ჩემნიო, ფეხნი ჩემნი, ვით ფსალმუნებს კითხულობთ, ალბათ გეცნობათ, ხო? ანუ დეტალებში აღწერილი თუ როგორ მოხდებოდა ეს ყველაფერი. თუ როგორ მოაკვდინებდნენ უმადური ადამიანები მათ გამოსახსნელად მოსულ უფალს. ანუ ეს იყო განჭვრეტილიო. ანუ ეს ესე მოხდებაო. იმიტომ რომ ეს წინასწარვე დანახულია ღვთისაგან. და განჭვრეტილია ეს ნამდვილად ასე მოხდებაო. მაგრამ საწყალი ის ადამიანიო, მისი ხელითაც ეს მოხდებაო. უყურე რას ამბობს? ძე-სამე კაცისაი წარვალს ვითარცა წერილას მისთვის, ხოლო ვაი კაცისა მის, რომლისა მიერ ძე კაცისა მიეცეს. ანუ საწყალი ის ადამიანიო, ვინც გასცემსო უფალსო. და შემდეგ აგზელებს უფალი უმჯობესი იყო მის და არათუმცა შობილი იყო კაცი იგივე. ანუ უკეთესი იქნებოდა მისთვის, რომ საერთოდ რო არ დაბადებულიყო ეს ადამიანი. მოდი ხა შეკითხვა დავსვათ. ვინ დაბადა ეს ადამიანი? ღმერთმა არ დაბადა? ღმერთს თუ განჭვრეტილი ქონდა ეს ყველაფერი, მაშ რატომ დაბადა? ვასეა. ალბათ ეხა ბევრს გაგიჩნდება, თქო ესეთ შეკითხვა რა. აი რას ნიშნავს უსაუფალია მოსო? უმჯობესი იყო მის და არათუმცა შობილი იყო კაცი იგივე. იცით რას ნიშნავს ხალხო? ეს ნიშნავს იმას, რომ შედეგიდან მე ადრეს გითხარით ეს. შედეგიდან გამომდინარე საუბროს უკვე უფალი, ანუ ღმერთისთვის თვალხილულია მისი ცხოვრება. აყურეთ, აი მე გასულ გითხარით, გეუბნეოდით, რომ მეორე მოსვლა როდის დადგება მეთქი. როდესაც დედამიწის წიაღი ვეღარ წარმოშობს ადამიანის ხონებისათვის. როდესაც უკვე ობიექტურად აღარ იქნება რეალურად შესაძლებელი ადამიანისათვის ხონება. ანუ როდესაც უკვე ისეთი პერიოდი დადგება და ამაზე საუბრობს ხო უფალი რომ დადგებაო ისეთი სასტური ჟამიო, როდესაც ვერც ერთი ადამიანი ვეღარ გადარჩებაო და აი იმ დროსო აი მართლებიც კი ვეღარ გადარჩებოდენო, ღმერთმა რო არ ინებოსო და რო არ შეამოკლოსო ის ჭირის დღეებიო. გვახსოვს ხო ამაზე უკვე ორჯერ სამჯერ გავამახვილეთ ყურადღება ხო? ანუ შეიძლება დადგეს ისეთი სასტური, აი ქადაგებაში ბევრჯერ მოგისმენიათ ხო? აი მამამაც ახსენა იმ დღეს მე მგონი ზუსტად ამ კვირას რა, რომ ღმერთი რო არ იჭერდეს ეშმაკს, აი რომ მიუშვას, აი დღესვე რომ მიუშვას, ჩვენ რომ მაგარი ტიპები გონია თავი და რო გონია რომ თქვა რა ძლიერები ვარ და სხვების განკითხვის უფლებას რო ვაძლევ ჩვენს თავს ხო ვიღაცა სულაში რო დავინახავ. ღმერთი რო არ გვიფრთხილდებოდეს, ღმერთი რო არ გვივლიდეს, ღმერთი რო არ ზრუნავდეს და ღმერთი რო არ აკონტროლებდეს ეშმაკს რა დონეზე მოუშვას ჩვენამდე, აი ღმერთმა რომ მოუშვას ეშმაკი, მომენტალურად ყველა ცოდვაში დავეცემთ. აი აბსოლუტურად ყველა ცოდვაში. ჩვენ იოთის ოდენა წინააღმდეგობის გაწევა არ შეგვიძლია ჩვენი ძალებით ეშმაკისათვის. ეშმაკს მხოლოდ ღმერთის ეშინია ხალხო. ამიტომ გეუბნებით რომ დღესდღეობით ჯერ კიდევ რა კი ეს სამყარო აგზელებს არსებობას ხო? ეს იმას ნიშნავს რომ ყოველი ადამიანი სასუფეველისათვის იბადება. იგივე იუდა სასუფეველისთვის იყო დაბადებული ღვთისაგან.
გათვლილი იყო ყველაფერი და იუდასნაირი კიდე ბევრია. ეს სიტყვები, რასაც უფალი ამბობს, რომ უმჯობესი იყო, არათუმცა შობილი იყო კაცი, იგი ძალიან ბევრ იუდას ეკუთვნის. ძალიან ბევრ ადამიანს ეკუთვნის. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, აქ ღმერთის გადანაშაულება ძალიან დიდი მკრეხელობაა და არ ცოდნაა და არასწორი კუთხიდან ხედვა არის ამ ყველაფერს. უყურეთ, რაშია საქმე, რომ ეს ნათქვამია შედეგიდან გამომდინარე, ღმერთის წინასწარ განჭვრეტილობიდან გამომდინარე. ანუ როდესაც ადამიანი იბადება ამ ქვეყანაზე, იბადება სასუფეველისათვის და მას აბსოლუტურად ყველანაირი პირობა აქვს ამისთვის. ამიტომ არის რომ ეფრემ ასული ბრძანებს რომ მსგავსი განიკითხებაო მეორე მოსვლის ჟამსო. ვერავინ ვერ შეძლებს, აბსოლუტურად ვერავინ ვერ შეძლებს თავის გამართლებას ღვთის წინაშე. იუდა პეტრე მოციქული განიკითხება. პეტრე ბევრად უფრო მეტი დააშავა ვიდრე იუდა. ამაზე თქვენ ბევრჯერ ხსმენიათ, ხო? მაგრამ პეტრე მივიდა სინანულამდე. შენ რატო ვერ მიხვედი ეთქვიან იმას? და აი ესე ნებისმიერი ადამიანი, იმიტომ რომ ცხონების გზა ყველას თანაბრად ეძლევა. მაგრამ ყველა სამწუხაროდ არ ირჩევს ამ გზას. და ის შენი არჩევანი უკვე ან გაცხონებს, ან დაგუპავს. შენი სიტყვა, შენი არჩევანი, ის რასაც შენ ვერ დგულებ, ან გადაგარჩენს, ან დაგუპავს. აი ამიტომ არის ნათქვამი, ანუ ეს ნათქვამი თქვენ უნდა გაიაზროთ, როგორც უკვე შედეგიდან დანახული, რასაც უფალი ამბობს, რომ რა კი მან ესეთი რაღაცა გააკეთა, ჯობდა არ დაბადებულიყო, მაგრამ დაიბადა სასუფეველისათვის. ღმერთმა რო შექმნა, სიკეთისთვის შექმნა, სასუფეველისთვის შექმნა, მარადიული ნეტარებისთვის შექმნა იმისთვის, იმ დიდებისთვის და იმ პატივისთვის, რა დიდებისთვისაც იყვნენ მოწოდებული დანარჩენი 11 მოციქული. და დაიმკვიდრეს კიდევაც, მაგრამ დიდება და ეუბნება კიდევაც უფალიო, როცა დაждდებაო უფალიო, მეორე მოსული ჟამსო განსასჯელათო. მთელი ქვეყნისო თქვენს დაждდებითო 12 ალტარზეო, განსჯათ 12 ტომთა ისრაელის სათავდა. ამ ისრაელის 12 ტომის ქვეშ მთელი სამყარო, მთელი კაცობრიობა იგულისხმება. აი ამ პატივს აიცნიდა იუდამ საკუთარი თავი და კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს იმ დროს, როცა ღმერთმა მისთვის ყველაფერი გააკეთა, რომ ეს არ გააკეთებინა და არსებობს აპოკრიფული გადმოცემა, სადაც მოთხრობილია იმის შესახებაც, რომ იუდასო თავს უიღჩობდაო, რამოდენიმეჯერ დაეხარა ტოტიო და ჩამოეწიაო რა. და მე სპეციალურად ზედა ტოტზე ავიდაო, მაგარი ტოტი ამოარჩიაო და იმაზე ჩამოიჭრა თავი რა. ანუ იქაც კი ღმერთი პატრონობდა, იქაც კი ღმერთი ცდილობდა, რომ არ დაესრულებინა ესე სავალალო თავისი მდგომარეობა და თავისი ცხოვრება. ასე რომ აი მინდა გთხოვოთ, რომ არასოდეს რაღაცა თქვენს გულში რაღაცა მსგავსი აზრი არ გაჩნდეს, რომ თქვა რაღაც, იმიტომ ეს თვით მობამდე უკვე ერთი ნაბიჯია. იმიტომ რომ გამოდის რომ ღმერთი, ადრეც გითხარით, მე თუ გამოდის რომ ღმერთი ვიღაცას ჯოჯოხეთისთვის ხნის, ვიღაცას სასუფეველისთვის. აი იგივე წინაზე ვთქვით ხო ჩვენ, ძე წარწმენისაო. რას ნიშნავს ძე წარწმენისა? წარწმენისთვის გააჩინა უფალმა? არა. მაგრამ მან წარიწმინდა საკუთარი თავი თავისი არჩევანი და ღმერთმა ეს განჭვრიტა და დაინახა და იქიდან გამომდინარე ამბობს მე ამას, რომ აი ეს არის ძე წარწმენისა. დღესაც ბევრია ესეთი ადამიანი, სამწუხარო. და რაც დრო გადის და რაც საცური იმატებს, მით უფრო მეტი ჩდებიან ესეთები რა. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, აქ ღმერთის დანაშაული არის. აი ღმერთის დანაშაული შეიძლება უკვე ის ყოფილიყო, რომ როდესაც უკვე აღარ იქნება რეალურად, თეორიულადაც შესაძლებელი ის, რომ ადამიანმა სიწმინდისთვის იცხოვროს და სასუფეველი მოიპოვოს და აი იმ დროს თუ კიდე ღმერთი მოავლეს ამ ქვეყანაზე ადამიანს, ეს უკვე ღმერთის დანაშაული იქნება. მაგრამ ამას ღმერთი არ გააკეთებს. და გითხარით რომ სწორედ ამ დროს, როდესაც ამოიწურება შესაძლებლობა ადამიანებისათვის სიწმინდით ცხოვრებისა და სასუფეველის დამკვიდრებისა, როცა აღარ იქნება რეალურად ამის შესაძლებლობა, ანუ იმდენად გაბატონდება ეშმაკი დედამიწაზე თავის საცურებით, თავისი ფიქრებით, აი ყველაფერი, რომ უკვე ვერც ერთი ადამიანი ვეღარ იცხოვრებს სიწმინდისთვის და სასუფეველისთვის, მაშინ დასრულდება ამ კაცობრიობის არსებობა და მაშინ მოვა უფალი დიდები, თორემ მანამდე სანამ შესაძლებელია, რომ სასუფეველისთვის იშვას კიდევ ადამიანი და იცხოვროს ისე, გაუმკლავდეს, ღმერთს გათვლილი აქვს ადამიანის ძალები, მე თქვენ გითხარით, გაუმკლავდეს იმ საცდურს და მოიპოვოს სასუფეველი, მანამდე დაიბადებიან და დაიბადებიან ადამიანები. თორემ ღმერთს უნდა რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს სასუფეველში. არა, როგორც კი ეს შეწყდება, ამის შესაძლებლობა იქვე დასრულდება ამ ქვეყნის ესეთი სახით არსებობა, როგორიცაც დღეს არსებობს და გადავალთ უკვე სულ სხვა რეალობაში, ანუ მეორედ მოსulis, ანუ იმ განსჯის საყოველთაო განკითხვის შემდეგ უკვე და როგორც მოციქული პეტრე ამბობს, თითქოს ცეცხლში გადაადნობს უფალიო
ამ ცასა და ქვეყანასო ეტრატივით დაახვესო და ახალ ცასა და ქვეყანას შექმნისო მართალი ადამიანებისაცო. ნუ ესეა ნათქვამი ალეგორიულად თუ როგორ მოხდება ეს, ამას თავის დროზე თითოეული ჩვენთაგანი ვიხილოთ. ეხლა უყურე. ხო თქვა ეს. იუდას ეგრევე კუჭია ეწვა. ნახე? მიუგო იუდა რომელმაცა მისცა იგი და თქვა. ანუ სადღაც შეეშინდა. და რატო თქვა? იუდასთვის ამბობს, ამაზე იუდა ნუ წარიწყვიდავ შენს თავს. შენზე ვამბობ ამას. მე შენ სასუფეველისთვის დაგბადე, შენ მოგეცი საშუალება და უფლება რომ ცნეულები განგეკურნა, სასწაულები მოგეხტინა, მოციქულებთან ერთად. შენ ჩემი ძალა რეალურად გამოსცადე. შენ ჩემი სიყვარული იგრძელი შენზე. შენ მე სასუფეველისთვის მყავხარ. შენ მყავხარ მე იმისთვის რომ გვერდზე დაგისვა. როცა სამყაროს განსაჯელად მოვალ და ნუ იღუპავ თავს, მე ვიცი ეს ყველაფერი. მაგრამ მე წინაზეც გითხარით თქვენ რომ ღმერთი პირში არ ეუბნება ამას, იმიტომ რომ არ არის ღმერთი მოძალადე, ღმერთი შენს თავისუფლებას არ ზღუდავს. არასოდეს ყოველთვის გიტოვებს შენ არჩევანს, შენ რა უნდა გადაწყვიტო. შენ საით მიდიხარ, მაგრამ მიგანიშნებს მუდმივად. შეიძლება განსასწრებით მოგივლინოს. ყველანაირად განიშნებს, რომ შენ სწორი მიმართულებით იარო. აი ხაც ნახე? იუდას მიემართებოდა ის სიტყვები, რაც უფალმა თქვა. რომ ვაი კაცის ამისო ვისგანაც წავი, რომ იქნებ ამან მაინც გამოაფრიზოს. აი ბოლო მომენტამდე ცდილობს უფალი იქნებ გამოფრიზულდეს. წინაზე ხო ვიხარ იმ დროსაც, როდესაც უკვე წათები და შუმბები და ამბრებით მიადგებიან, მაშინაც ეუბნება რომ მე ვიცი იუდა, შენ რომ ამ საქმისთვის იყავი წასული. ანამდეც ეუბნება რომ წადი და აღასრულეო შენი საქმე, რადგან ჩაფიქრებულიო. ანუ მიანიშნებს მუდმივად ეუბნება რომ მე ვიცი შენ რაც გავს გულში. და დროზე მოეგე გონს, დროზე გამოფხიზლდი. ნუ იქცევი ესე, დაიღუპავ თავს. მაგრამ აი ესეა რა ადამიანი რომ ატყდება და რომ აყვება ნებას და მიუხედავად ღმერთის შეგონებისა რომ არ უნდა რომ გამოფხიზლდეს, მე უკვე მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს თავისი უბედურება და მეტი არავის. დაინახე დაეწვა კუჭი იუდას და ეუბნება, ნუ უკვე მე ვარ მოძღვარ. მე ხო არა ვარო. ვითომ არ იცის, რომ თვითონ არის. და ჩვენ ხო წავიკითხეთ რომ უკვე გაყიდული ყავს. უკვე აღებული აქვს ის 30 ვერცხლი. და ეძიებდაო ჟამსა მარჯვესაო, რაითა მისცეს იგიო. ხედავ როგორი ისეთია? ელასტიური და როგორ ეკითხება მაინც რომ მე ხო არა ვარო. ნუ თუ მე ვარო. და მანამდე სხვა მოციქულებიც ეკითხებოდა. და უფალმა ზოგადად გასცა პასუხი. თუ ჩემთან ერთად ვინ ჩამოვცო ხელზე. და ხა ეს ეკითხება და უყურე ამას რას პასუხობს. მიუხედავად იმისა რომ მანამდე არ უყვანს რომ აი შენ იუდა მე შენზე ვლაპარაკობ, არა. ეხლა უყურე, უკვე მე ვარ მოძღვარ, ქვამასი ეს შენს შენი პირით ამბობ მაგას რომ შენ ხარ. მე კი არ გეუბნები, შენ ამბობ. შენ აღიარებ მაგას რომ შენ ხარ. იმიტომ რომ შენ აგეწვა კუჭი, შენ მიხვდი რომ მე შენზე ვლაპარაკობდი. და იმიტომაც მეკითხები ეხლა შენ მე. აი ამას ნიშნავს შენს თქო. შენ ამბობ ამას, მე არ გეუბნები. მე მინიშნებები მოგეცი. მე ეხლაც არ გეტყვი რომ შენ ხარ. ეხლაც აი ხო მეკითხები, ეხლაც არ გეტყვი რომ შენ ხარ. შენ დაფიქრდი, ამიტომ რომ შენ არ მინდა რომ მე დამადანაშაულო. რომ თითქოს მე განგისაზღვრე შენ ეს, რომ შენ უნდა ყოფილიყავი, არა. შენ ამბობ ამას შენი პირით. მე დავინახე, გაჭვრიტე და გეუბნები და გაფრთხილებ. გეუბნები, რომ მე ამას ვხედავ და ვგრძნობ, რომ შენ ახარ ამ ყველაფრის გამკეთებელი. მაგრამ მე არ მოგცემ შენი ფუფუნებას, რომ შენ მე დამაბრალო. ამიტომ გეუბნები, რომ შენ ამბობ მაგას და არა მე ვამბობ. შენი პირით ამბობ, რომ შენ ხარ, შენს თქო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხალხო და მინდა რომ კარგად გაიაზროთ, აი, იმიტომ გიგეჭავ და გიტკეფით რა ესე ყველანაირად, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამის გააზრების რა. მე ძალიან ბევრჯერ მომისმენია იმ ადამიანებისაგან ათქვამი და რაღაცა საუბრები, რომ აი, ერთმა იუდა გაწირა და არ უყვარდა და სპეციალურად ყავდა, არ არის ესე. იუდა ღმერთს უზომოდ უყვარდა. და აი ამ სიყვარულის დასპურებს გითხავთ ეხლა სწორედ მე რა. და მინდა რომ ბოლომდე კარგად იცოდეთ, რომ ეს ნამდვილად ასეა. დავითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესო პური და მადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისა და თქვა: მიიღე და ჭამე, ესე არის ხორცი ჩემი.
და მოიღო სასმელი და მადლობდა და მის სამანდას თქვა სულ ამისგანი ყოველთა ესე არის სისხლი ჩემი ახლის საქმისა მრავალთათვის დათხეული მისატევებლად ცოდვათა ანუ აი ნახეთ ეს ის სიტყვებია რომელსაც თქვენ ყოველ წირვაზე ისმენთ ხოლმე როდესაც მდელი ამბობს სწორედ უშუალოდ იმ მომენტის წინ სანამ მოხდება გარდასახვა სისხლად და ხორცად ესე არის ხორცი ჩემი თქვენთვის გადახილი ესე არის სისხლი ჩემი თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებლად ცოდვათა როგორც გითხარით ეს არის ის დღე ეს არის ის მომენტი როდესაც დაწესდა წმინდა ზიარება წმინდა ლიტურგია რომლის დასკვნითი ნაწილის და ყველაზე მნიშვნელოვანი და კულმინაციური ნაწილის გახლავთ სწორედ წმინდა ზიარება და რომელსაც აგერ უკვე 20 საუკუნეა და 21 საუკუნე დაიწყო და ჩვენ ყოველი ჩვენთაგანი აღვასრულებთ ყოველ წირვაზე ხო ანუ ეს არის უყურეთ რაზე მინდა გაგიმახვილოთ ყურადღება ეს არის უკიდურესი სიყვარულის გამოვლინება ღვთისაგან აი ნუ თუ შეიძლება ამაზე დიდი სიყვარული რომ საკუთარი სისხლი და ხორცი მისცე ადამიანს აი რაც კი ყველაზე ძვირფასი გაგაჩნია აი ხა ხო წაგიკითხავთ ეს ზღაპარი ფასკუნჯზე რო არის რა შულების გადასარჩენად საკუთარ ხორცს რო გამოიგლიჩავს და იმ ფასკუნჯს რო აჭრებს ეს ფასკუნჯი რო არ გადაყლაპავს მე რა ძალიან გემრიელი ლუკმა იყო და მე ისე მაგრამ იმან გაიმეტა საკუთარი თავი ამაზე დიდი სიყვარული არ არსებობს ხალხო ამაზე დიდი სიყვარული არ არსებობს უფალმა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით თავისი თავი მისცა ჩვენთვის თავიდან ბოლომდე გაიწირა ჩვენთვის ყოველ წირვაზე აღესრულება ეს საიდუმლო ყოველ წირვაზე თითოეული ჩვენთაგანი ვინც ვეზიარებით ქრისტეს უხრწნელ სისხლსა და ხორცს ვეზიარებით განა სიმბოლურად რეალურად უბრალოდ როგორც წმინდა ეკლესია გვასწავლის ის სისხლი და ხორცი პურისა და ღვინის სახეს ინარჩუნებს და გემოსაც და ფორმასაც იმისათვის რომ ჩვენ შეგვეძლოს ამისი მიღება და გადაყლაპვა იმიტომ რომ ადამიანს ეხა რეალური სისხლის და ხორცის მიღება არ შეუძლია ესე კანიბალები არიან ხოლმე და იყო სხვათა შორის ერთი პერიოდი როდესაც ქრისტიანებს კანიბალობაში სადანაშაულებდნენ და აი თუნდაც ნერონის დროს და მაგით ხდებოდა ქრისტიანების დევნა რომ ესენი ადამიანის სისხლს და ხორცს ჭამენ ის ჭეშმარიტად სისხლი და ხორცია და იყო შემთხვევები ისტორიაში ეკლესიის ისტორიაში როდესაც ეჭვი რომ შეეპარათ ჭირში გადაექცა სისხლად და ხორცად და სანამ დიდი სინანული არ აჩვენეს უფალს მანამდე არ დაიბრუნა პურის და ღვინის გება არის ეგეთი შემთხვევა იმიტომ რომ ერთი ადრე ტრადიცია იყო ესეთი რომ მრევლის წევრებს თვითონ მიქონდათ ხოლმე შესაწირავი პურები აი სეფისკვერები და ღვინო და ერთ-ერთი მათგანი ერთ-ერთი მრევლის წევრი დაეჭვდა რა როდესაც საზიარებლად გამოვიდნენ და თვითონაც უნდა მისულიყო ზიარებას და რაცო რანაირი სისხლი და ხორციაო ესა ჩემი გამოწყალი პურიაო და ჩემი დაწურული მინო მოვიტანეო მე თვითონ რომ ჩემი ხელით რანაირად არის სისხლი და ხორციო და აი ზუსტად იმას დაემართა ეგ და ჩაიდო პირში და დამუჯდა რომ უცებ იგრძნო პირში სისხლის გემო და ხორცი და ის სასულიერო პირი ვინ წირავდა მიხვდა ამას ას დაემართა და დაეშვა მე მუხლებზე და იულოცა ბევრი იტირა ბევრი იულოცა და მე შეიწყნარა უფალმა მისი ლოცვა და ისევ მიიღო პურისა და ღვინის გემო და შეძლო იმან უკვე მიღება იმ ზიარებისა ასე რომ ნურასოდეს ნუ შეგეპარებათ ეჭვი ხალხო და იცოდეთ რომ უდიდეს რაღაცას ეზიარებით ეს არის ზიარება თავად უფალია უფალი მთელი სავსებით არის თუნდაც უმცირეს ნაწილაკშიც კი აი ეს საოცარი სიყვარული გამოავლინა ანუ ეს როგორც გითხარით არის კულმინაცია ღმერთის სამქვეყნიური მოღვაწეობისა ქრისტეს და აი სიყვარულის რა ვიცი რა დავარქვამს აპოთეოზი რაც გინდათ ის დაარქვით რომ აი საკუთარი სისხლი და ხორცი მოგვცა ჩვენ არათუ მხოლოდ სულიერად იყვაცა ჩვენთვის და გვასწავლა და დაგვარიგა და სასწაულები გვაჩვენა საკუთარი თავი დაინაწევრა ჩვენთვის ჩვენ თითოეული ჩვენთაგანისათვის და ეს ხდება დღემდე და მოხდება ბოლომდე ხოლო გეტყვი თქვენ ეხლა მნიშვნელოვანი ხო ეს სხვა რაღაცა ესე იგი რას გვეუბნება გეტყვი თქვენ ვითარმე არღარავს სვამე ამიერიდან დაყოფისაგან ამის ვენახისა ვიდრე მუნ დღემდე რაჟამს იგი ვსვა თქვენთან და ახალი სასופელოსა მამისა ჩემისას
ანუ აღთქმა დაგვიდო უფალმა დაგვიდო აღთქმა ჩვენ რომ ამის შემდეგო აი ესეთ სიყვარულის გამოვლენა ნახეთ და თან გვეუბნება იმას რომ ეს ბოლოა უკვე ეს ბოლო დღეებია ჩემი ამიერიდან რომ მეო ვენახის ნაყოფისაგან აღარ მივიღებო აღარ ვიხმეო მანამ სანამ თქვენთან ერთადო არ მოვილხენო ზეციურ სასუფეველში ანუ მარხვის აღთქმა დაგვიდო ერთგვარი უფალმა ჩვენ რომ მანამ სანამ თითოეულ თქვენთაგანს არ მოგიზიდავთ სასუფეველში და არ დადგება ის დღე როდესაც ახალი ცხოვრება დაიწყება მართალი ადამიანებისათვის მანამდე აღარ ვიხმევ მე ვენახის ნაყოფსო ანუ ეს ბოლო დღეა და გალობაი წართქვეს და განვიდეს მთასამას ზეთის ხილთასა ეს აი ეს მუხლი ყოველთვის ჩემზე ძალიან დიდ გავლენას ახდენდა ხოლმე როდესაც ვისმენდი რომ იგალობესო და წავიდნედო ზეთის ხილის თავზე ეხლა მე თვითონ ეხლა მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მუსიკასთან ძალიან ახლოსა ვარ და სულ აი შევნატრობდი აი ამ მომენტს რა რომ მეთქი უფლის გალობა მომასვენინა მეთქი ერთი რა რომ აი რომ იგალობდეს და ისე რომ წავიდნენ მეთქი რა რომ აი ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ როგორი იქნებოდა უფლის გალობა ქრისტეს გალობა როგორი ტკბილხმოვანი იქნებოდა და როგორი გულში ჩამწვდოდა მისი ხმა მაშინ ქვამათ იესო თქვენ ყოველდღე დამკოლებად ხართ ჩემ და მომად ამას ღამესა რამე თუ წერილას დავსემ წყემსი და განიგნინეთ ცხოვარნი საცსოისა მისისანა ხოლო შემდგომად ალბომისა ჩემისა წინა წალგიძგოთ თქვენ გალილეებს ნახეთ უფალი წინასწარ ეუბნება ეხლაც ისე თან არ უგეშებს ეს ნუგეშია უფლის სიტყვებში ამას ღამესა თქვენ ყოველდღე დაბრკოლებად ხართ ჩემ და მიმართ ანუ თითოეული თქვენთაგანი დამკოლდებით ჩემს მიმართ ეუბნება ეხლა უყურეს როგორი დარტყმა ეხლა ადამიანის ღირსებისთვის ადამიანის აპარტამენტებისთვის ეხლა მოციქულებს გონიათ ის მარტო პეტრეს სათქმელი კი არ იყო და პეტრეს სიტყვები კი არ იყო რაც ეუბნება მე წერეს მოციქული რომ ყოველდღიო მოციქულიო იგივეს ფიქრობდნენ რომ ყველა რომ დამკოლდეს და ყველა რომ გიღალატოსო მეო შენთან ერთად ციკლზე ვარო მზათო და ამ დროს ეხლა მოციქულებს რომ გონიათ რომ მზად არიან რომ მართლა სიკვდილამდე უერთდულობ თავეთ მოძღვარს ამ დროს რას ეუბნება მათ იესო აი ესე მოულოდნელა ჯერ ხო ის იყო მათთვის დიდი შოკი ძალიან რომ გაიგესო პირდაპირ ულთრა წინაზე ვისაუბრეთ ჩვენ ამასთან დაკავშირებით რომ იცითო რომ ორი დღის შემდეგ ჯვარცმა მოხდება ანუ ის რაზეც მე მთელი ეს წლები გესაუბრებოდი და ნელ-ნელა გამზადებდით ის დრო დადგა უკვე ის მომენტი დადგა და ეხლა კიდევ უფრო შოკის მომგვრელა რამეს ეუბნება რომ თქვენ ყველანი მოღალატეები ხართ სულითო ვერც ერთი თქვენთაგანი ვერ შეძლებს ბოლომდე მიერთგულოს თუმცა ჩვენ ვიცით რომ იოანე მოციქული იყო გამონაკლისი ხო რომელსაც ბოლომდე უერთგულა და ამაზე ბევრჯერ ვისაუბრე ეხლა აღარ გამოვხილო ყურადღებას საოცარ რამეს ეუბნება და მაშინვე აფუთფუთდა მოციქულებში ეს ღირსების და თამოყვარეობის გზნობა რომ როგორ კაცო ჩვენ ასლაპარაკობ ჩვენ შენს მიმართ დავკოლდებით და შენ მიგატოვებთ მაგრამ უყურეთ ან უფალი ეგრევე ნუგეშს აძლევს რომ როცა აღვდგებიო ანუ ამით უკვე ისიც უთხრა რომ მე აღვდგები მე მიწაში არ ვრჩები აუცილებლად აღვდგები და თქვენ ამაზე ბევრჯერ გსმენიათ იმიტომ რომ მე ბევრჯერ გითხარით უკვე რომ დაწინასწარმეტყოლებია რომ ზეკაცისა უნდა მოკლან უჯულო ადამიანებმა უნდა დაიფლას მიწაში მაგრამ შემდეგ უნდა აღდგეს და აი როცა აღვდგებიო მე შეკრიბავთ უკვე უნდა წინ წაგიძღვებიო მითქვენო გალილეაშიო ანუ ისიც უთხრა რომ დამკოლდებით მაგრამ თავისი კაცთა მოყარება დაანახა მე რომ მე არ მიკვირს ეს მე თვითონ გეუბნებით ამას თქვენ რომ თქვენ დამკოლებლები ხართ ჩემს უნდა მაგრამ ისევ მეგიშველი მე მზათა ვარ მე უკვე გაპატიებ თქვენ ეს იმიტომ რომ მე თქვენ სიმცირეს ვითვალისწინებ თქვენს უსუსურობას თქვენ სიპატარავეს ვითვალისწინებ მე და მე ვიცი რომ ეს ყველაფერი ესე უნდა მოხდეს და ნუ შეგეშინდებათ იქით ამშვიდებს იმ ადამიანებს ვინც ბოლომდე ვერ უერთგულებენ მას აი ნახეთ რა აი სიყვარული როგორია იქით ამშვიდებს ეუბნებათ რომ თქვენ ნუ შეგეშინდებათ ამის მე ვიცი რომ თქვენ დამკოლდებით იმიტომ რომ თქვენ არ ხართ ჯერ იმდენად ძლიერები რომ ამ ყველაფერს გაუძლოს და დამკოლდებით
მაგრამ მე მოვალ მე ისევ რო ავდგები და ისევ მოგიზიდავ ჩემსკენ. ეხლა პეტრე ნახოთ რა ეთქვის. მიუგო პეტრე და თქვა ამას. დაღა თუ ყოველნი დამკოლდნენ შენ და მომართ, ხოლო მე არასადა დამკოლდი. აი ეს არის ადამიანის აპარტაუნება. აი აქ იყვირა პეტრეს აპარტაუნება. ჯერ ერთი უყურე სამ გამოჩნდა მისი აპარტაუნება, გამოჩნდა იქ რომ მან გამოიცალკევა თავისი თავი დანარჩენი მოციქულებისაგან. აი ესენიც კი რომ დამკოლდნენ და აი ყველანი რომ დამკოლდნენ. მე არ დამკოლდები. მე შენთან ერთად ვიქნები ბოლომდე. აი ხედავ ჩვენს თავში მოვიციოთ ხო ეს განს და ეს გზნობა ბევრჯერ დაგმართნია ჩვენს. რომ რაღაცა გონებია რომ განკითხვა სწორედ ეს არის პეტრემ იმ დროს. ყველანი განიკითხა. აბსოლუტურად ყველა განიკითხა. და თავისი თავი წარმოაჩინა მხოლოდ როგორც მართალი. ანუ შეიძლება ყველას შეეშალოს, მე არ შემეშლება. მე ჩემ თავში დარწმუნებული ვარ. აი თავის თავში რო იყო დარწმუნებული, ღმერთის იმედი რო არ ქონდა. თავის იმედი რო არ ქონდა, თავისიდან რო თქვა, რომ გამოიცალკევა თავისი თავი იმ საერთო ჰარმონიიდან. იმიტომაც დაემართა მე რაც დაემართა. ესე გვემართება ჩვენც შემოკეთილ ადამიანებს. ყოველთვის, როდესაც ჩვენ სხვას განვიკითხავთ და როდესაც ვცდილობთ რომ გავასამართლოთ ის და ჩვენ გგონია, აი ზუსტად პეტრესავით გონია ხოლმე ჩვენც რომ ჩვენს გავსირავი არასოდეს არ დაგვემართებოდა რაც გინდა მოხდეს. ზუსტად იმიტომაც გვემართება ხოლმე მე ის. ბევრი თქვენგანის მსმენია და ჩემგანაც ბევრჯერ მსმენიათ რომ რაშიც სხვა განვიკითხავს, აბსოლუტურად ყველაფერი დამართნია. თუ საქმით, თუ ფიქრით. არ აქვს მნიშვნელობა. თავი ის არის რომ ღმერთს დაუნახებია ჩემთვის რომ მეც ისეთივე სუსტი ვარ და უძლური ვარ როგორც ნებისმიერი ადამიანი. და ამიტომ კი არ უნდა განიკითხო ვიღაცა სოდოში რომ დაინახა, უნდა თანაუგრძნო. თანაგრძნობა არის სწორი. თანაგრძნობა არის სიყვარულის ნაყოფი და სიყვარულიდან მოქმედება. და განკითხვა და გასამართლება არის უგულობიდან და უსიყვარულობიდან მოქმედება. აი ეს დაემართა პეტრეს. გამოიცალკევა თავის თავი. უფალი ეუბნება, წარმოიდგინე, ეს ის პეტრეა. უამრავი სასწაული რო აჩვენა, ფერიცვალება რომ ნახა, ის სტატირის მოსატანად რო გაუშვა, რომ აი თევზი რო ამოყვებაო, იმასო პირში ეგნებაო და მოიტანეო, რო უთხრა უფალმა, ის ფულის ერთეულიო. ეს ის პეტრეა. 5 პურით და 7 თევზით რო უამრავი ადამიანის დაპურება ნახა, კუდრების აღდგენა და ყველაფერი ნახა. ეს ის პეტრეა, რომელმაც თავისი პირით აღიარა, რომ შეხარ ძე ღმრთისა უფალს უთხრა. ღმერთად აღიარა, ეს პეტრე. ეხლა უფალს ეწინააღმდეგება, არ უჯერებს. აი აპარტაუნება, აი ურჩობა. დეუნეო რა არა, მე ეს არა ვარ უფალო. მე ტყუილა მიყურებ, აი დანარჩენებს შეხედე. მე არა ვარ. მე არ გიღალატე. შეგეშლება. ღმერთს ეუბნება. ესე ღმერთს ეშლება და მას არ ეშლება. აი ხედავ, როგორია აპარტაუნების თვისება. რომ ხილებას ვერ იღებს, ვერასოდეს. ისხლიტავს. ღმერთმაც კი რომ უთხრას, იმასაც კი ისხლიტავს. იმიტომ რომ მას ვერ წარმოუდგენია, რომ თვითონ შეიძლება იშლებოდეს. რომ თვითონ იყოს შეიძლება მცოდველი, მოღალატე, არა, სხვა, ნებისმიერი შეიძლება იყოს, ოღონდ თვითონ არა. თავდაბალი ადამიანი კიდე ყოველთვის უშვებს იმის ალბათობას, რომ შეიძლება თვითონაც დაეცეს. და ამიტომ აი ამ მიმართულებით წავიდეთ აუცილებლად, ხო? ეხლა ნახეთ. თქვა მას იესო, ანუ პეტრეს ხო თავის რეპლიკა ქონდა, ეხლა უფალი პასუხობს. უფალს უნდა რომ ბოლომდე დაამდაბლოს პეტრე. და ამიტომაც ეუბნება. თქვა მას ის უკონკრეტებს. ამინ გეტყვი შენ. რამე თუ ამას ღამესა. ვიდრე ქათმისა ხმობამდე სამგზის უარყოფილ, სანამ მამალი დაიყივლებს, ქათამი მამალიც იგულისხმება დედალიც, ახლა ზოგადად ხო? ქათამი სანამ იყივლებს, მაგრამ მამალი სანამ იყივლებს, სამჯერ მოასწრებ ჩემს უარყოფასო. შენ პირადად.
თავს უიდებო ეხლაო რა. და უფალს არ უნდა ეს ეთქვა პეტრესთვის, ესეც მინდა გითხრა. უფალმა ზოგადად უთხრა დანარჩენ მოციქულებს, იმიტომ რომ ყველა შეეშინდა იოანე მოციქულის გარდა. ყველანი დაიფანტნენ. მაგრამ ამარაკი თავი გამოიდო, რომ მე არა, მე ვარიანტი არ არსებობს, შეიძლება სხვებს დაევატო მე არა. მაშინ პეტრეს დაუკონკრეტა კიდევაც რა. და ეხლა ეს დანარჩენმა მოციქულებსაც მოისმენეს, მინდა გითხრა. მარტო პეტრეს არ გაუგია და სწორედ იმიტომ დაუკონკრეტა, რომ როცა ეს მოხდებოდა მერე და პეტრე ამას თავის თვალით ნახავდა, განამხოლოდ საკუთარი სიგნისის წინაშე შეცხვენოდა. სხვა მოციქულების წინაშე შეცხვენოდა უკვე. იმიტომაც არის რომ გახსოვთ ალბათ მერე როდესაც აღდგება უფალი და რომ თევზაობენ და რომ გავლენ მერე ნაპირზე, რომ ეკითხება რომ სვიმონ იონასო გიყვარმეა უფრო ის ამათსაო. გახსოვთ ახსენეთ ზუსტად იმ ნათქვამს. რომ თავი რომ გამოიდო რომ მე ყველაზე მეტად მიყვარხარო და შენო არ გიღალატებო. აბა ეხლა მითხარიო ეუბნება რა. ამათზე მეტად გიყვარვა რო? კიდე ფიქრობ რომ ამათზე მეტად გიყვარვა რო? ანუ აი ამეთი ამდაბლებს, ბოლომდე ამდაბლებს რა. და მაშინ უკვე პეტრე ვეღარაფერს ვეღარ ეუბნება. ხოლმე იმას ეუბნება რომ შენ იცი უფალო, აი ხედავ? უყურებ? ახლა მნიშვნელობაა. როგორ მიიღწა პეტრეში ის მიზანი რაც უფალს უნდოდა. ეხლა თავისიდან საუბრობს პეტრე რომ მე ვარ მაგარი და ვარიანტი არ არის უფალო შენ გეშლება ეხლა შენ მე არ მიცნო. მე არ გიღალატებ, შეიძლება სხვებმა გიღალატონ, მაგრამ მე იქ მერე როცა უკვე დამდაბლა, იგივე შეკითხვას უსვავს უფალი. გიყვარვა რაღაცზე მეტად, მაგრამ იქ უკვე მაგას აღარ ეუბნება, რომ მე მიყვარხარო, შენ იცი რომ მე გიყვარვალო. უკვე ქრისტედან გამომდინარე საუბრობს, ხედავ? აი ეს უნდა ვისწავლოთ ჩვენც, აი ეს სიმდაბლე უნდა ვისწავლოთ. ყოველთვის ღვთისმეტზე უნდა ვიყოთ. ღვთიდან უნდა მოქმედებდეთ და არა ჩვენი ამბიციებიდან და ჩვენი თავიდან. ჩვენ თავიდან მომდე ღვთისანი ვართ და გვახსოვს. და სამჯერ შეეკითხება მერე. და სამივე ჯერ იმას პასუხობს. შენ ყოველივე იცი და ყოველივე უწყი უფალო რა თუ მიყვარ შენ. შენ იცი. ამ შემთხვევაში ჯერ ესე არ არის პეტრე. ნახეთ როგორ პასუხობს. უფალმა ხო უთხრა რომ შენ გეტყვიო, შენო პირადად რომ შენ იქნები ის ადამიანიო, ვიცო სამჯერ მოასწრე ჩემს უარყოფასო. ეხლა ნახე პეტრე. ქვამას პეტრე, რაღაცა თუ ჯერ იყოს სიკვდილი ჩემი შენთან, არასა და უარყო შენ. და ეი მიაქციეთ ყურადღება და ეგრეთვე მსგავსად ყოველი მოწაფელი მithყოდეს. ნახე? ანუ მარტო პეტრე კი, დანარჩენი მოწაფეებიც აყვნენ მერე პეტრეს რა. დანარჩენებიც აყვნენ. მარტო პეტრე კი, მაგრამ პეტრემ რაგი პირველმა გამოიდო თავი და პეტრე იყო აი ბუნტის სამტეხი ხო? ამიტომ პეტრეს მიმართავს უფალი თავი. და პეტრეს უკონკრეტებს ამ ყველაფერს რა. და პეტრეს მაგალითი მერე უკვე მაგალითი გახდებოდა დანარჩენი მოციქულებისთვისაც. იმიტომ რომ როგორც გითხარით, დანარჩენებიც ყველანი დამკვიდრდნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ იოანე მოციქული იქნებოდა ერთადერთი მოციქული, რომელსაც თავი არ გამოუდია და რომელიც აი ამ ყიჟინას არ აყვებოდა. მას საქმე დაადასტურა სწორედ ეს, რომ არასოდეს არ უღალატებდა თავის საყვარელ მოძღვარს. საქმე. ამიტომ ყოველთვის გახსოვდეთ რა, რომ ღერთ საქმე უნდა დაანახოთ და არა სიტყვა. ზეგი წარმოიგეთ? რა ხელა ამბიცია აქვს? სიკვდილიც კი რომ მომიწიოსო, მეო არ არსებობსო, მე რომ შენ უარყო რა. ეგეთი რამეო წარმოუდგენელია. არასა და უარყო შენ. იესო აღარ ეუბნება არაფერს. ანუ მან თავისი საქმელი უთხრა. ეხლა იცის რომ პეტრეს მაინც ვერაფერს ვერ დააჭირებს. სანამ არ მოხდება, ჩვენც ვისწავლოთ ხო ხალხო? როდესაც ადამიანი ამხარტავალი და შეუვალია, იქ არ უნდა ელაპარაკოს ზედმეტი. ანუ უცებ რაც საქმელი ემას ეტყვი და დავთავრდა, მორჩა. მე როგორ ღმერთის განგებას აცავე და შენი უცებ ისთვის რომ ღმერთმა დაიფაროს ის სასურისება. ანუ ფალო უთხრა თავის საქმელი და გაჩერდა. მორჩა. მაშინ მოვიდა იესო მათთან ადგილსა, რომელსაც ქვია გეციმანია. და რქვა მათ დასხედით მან და ვიდრემდე მივიდე იქ და ვიუსო.
მოიყვანა მოციქულები გეციმანის ბაღში, სადაც ხშირად იკრიბებოდნენ ხოლმე იესო თავის მოციქულებთან ერთად და უთხრა: საღამოდროა უკვე. აქ დასხედითო, სანამ მე მივალ და ვილოცებ. და წარიყვანა პეტრე და ორი ძენი ზებედესნი. ანუ ხედავთ, აი, პეტრე მაინც მიყავს, პეტრე. მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთში გამოიდო თავი პეტრემ და წინასწარ იცის პეტრე ისი გამკეთებელიც არის, აი თავის სიყვარულს ბოლომდე ავდეს. პეტრე, იოანე და იაკობი, ანუ ზებედეს ძეები. აი ეს სამოციქული დაყავს უფალს ყველგან. წარიყვანა და იწყო მწუხარება და ურვა. აი ნახეთ ხალხო, ხო ღმერთია, ხო უფალია, მაგრამ მისი ადამიანური ბუნება როგორც წუხს ნახეთ. მე გითხარით თქვენ რომ ის სრული ადამიანია და გამოსყიდვა სწორედ იმაში მდგომარეობს ადამიანებისა, რომ მას სრულად იტვირთა ყველა ის ტკივილი, ყველა ის განცდა, რაც კი შეიძლება ადამიანს ქონოდა. უფრო მეცაც გეტყვით, უფლის განცდები ბევრად უფრო მძიმე იყო, იმიტომ რომ წინასწარ იცოდა ღვთაებრივი ბუნებით ყველაფერი რაც მას ელოდა. ბევრად უფრო მძიმე იყო. როდესაც მოულოდნელია, ის არ არის იმდენად ტკივილოვანი, მაგრამ აი როცა იცი ეს საშინელება. მაშინ ხვა მათ იესო: შეწუხებულ არ სული ჩემი ვიდრე სიკვდილამდე. დაადგერით აქა და იღვიძებდით ჩემთან. აი ნახეთ ხალხო რა. ერთადერთი დღე, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც უფალი სთხოვს, რომ ჩემთვის ილოცე. დავიდექით გვერდზე. მე დღეს თქვენი მეგობრობა მწყურია. მე მჭირდება დღეს თქვენი გვერდზე ყოფნა. აქამდე ხო არ მithხოვიეთ თქვენთვის არაფერი. ეხლა გთხოვ. შეწუხებულ არ სული ჩემი ვიდრე სიკვდილამდე. მე ხომ გითხარით თქვენ რომ ორ დღეში ჯვარცმა მოხდება. მე ვიცი ეს ყველაფერი. მე ვიცი ვისგან მოხდება, როგორ მოხდება, ყველაფერი ვიცი. და ამიტომ ძალიან მტკივა მე ეს ყველაფერი. ჩემი სული შეწუხებულია სიკვდილამდე. და ამიტომ დამიდექით გვერდზე, ილოცეთ ჩემთან ერთად. მაგრძნობინეთ რომ მარტო არა ვარ. ისაც ყველა ადამიანს ჭირდება ყოველთვის, ხო? აბა მოდი ვნახოთ შეძლეს მოციქულება თუ ვერ შეძლეს. და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსაზე და თვისა. ილოცვიდა და იტყოდა. დაემხო მიწაზე, უფალი ხალხო, უფალი. დაემხო მიწაზე, როგორ არის შეწუხებული და დატანჯული წარმოიდგინე. და ლოცულობს, მამაო ჩემო, უკვე თუ შესაძლებელი არის, თანაც არ ვხედით ჩემგან სასუმელი ეს. ნახეთ. აი ადამიანური ბუნების ტკივილი, ადამიანური ბუნების ამოძახილი. მამაო, თუ შესაძლებელია, ამარიდეო აი ეს ტკივილი. Gut.
და მაშინვე დაამატებს. ხოლო არა ვითარცა მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ. კერძო საუბრებში ალბათ ხშირად მოგისმენიათ ხოლმე თქვენ ჩემგან მოძღვრებისაგან რომ ნებისმიერი ლოცვა, ნებისმიერი სათხოვარი, რასაც იტყობ ღვთისაგან. უნდა დაასრულოთ ამ სიტყვებით, რომ ღმერთო, როგორც მე მინდა, ისე არა. როგორც შენ მინდა, ისე იყოს. ანუ ყოველთვის დაუშვით იმისი ალბათობა, რომ შეიძლება რასაც თქვენ იტყობთ, არ არის თქვენთვის სასარგებლო სულიერად. შეიძლება მავნებელიც კი იყოს თქვენთვის. ამიტომ ეს თავდაბალი ლოცვა იქნება და ღმერთი აუცილებლად შეისმის თქვენს ლოცვას. როდესაც თქვენ ილოცებთ, რომ ღმერთო, როგორც შენ მინდა, ისე იყოს და არა როგორც მე. იმიტომ რომ მე შეიძლება ეხლა მეჩვენება, რომ თქვა ეს უკეთესი იქნება ჩემთვის რაღაცა. მაგრამ შენ უკეთესად იცი, შენ იცი, მე ვარაუდო, შენ იცი. ნახეთ, ამითი ლოცვას გვასწავლის უფალი ჩვენ. ჯერ მთელი ტკივილით ამოიძახებს, რომ მამო, თუ შესაძლებელია, ამარიდე ესასმელი. კარგად მინდა გაგივარტოთ ეს ხალხო რა. უყურეთ. იცით რა სასმელზე საუბრობს უფალი? უპირველეს ყოვლისა. თქვენ გგონიათ, რომ ის ფიზიკური ჯვარცმა ტკივა? ის რა თქმა უნდა ტკივა მას როგორც ადამიანს, მაგრამ ამაზე მეტად მას ის ტკივა, რომ ადამიანები ამ ხელაობადურობას რო გამოავლინა. აი ამას განიცდის ყველაზე მეტად ხალხი. და თუ შესაძლებელიაო, ისე მოაწყეო, მამას ეუბნება, რომ აი ამ უსაშინელეს სოდვაში არ ჩადგა ფეხი ან საწყალბა ადამიანებო. აი ამაზე აქვს სათხოვარი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ის ადამიანური ტკივილიც არის, ის ფიზიკური უსაშინელესი ტკივილები, რომლის გაძლებაც მოუწევს მას. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, იქვე დაამატებს. არა როგორც მე მინდა, არამედ შენ როგორც გინდა, ისე იყოს. მე მზად ვარ მორჩილებით მივიღო შენი ნება. ისაც შენი ნება. ჩვენც ესე უნდა ვიყოთ ხალხო. ჩვენ ღმერთის მსგავსად ვართ შექმნილი. ღმერთის ხატვი და ღმერთის მსგავსება. ჩვენ თუ გვინდა, რომ უფალთან მივიდეთ, ეს გზა უნდა გავიაროთ და ჩვენც ესე უნდა ვიმოქმედოთ აუცილებლად. სხვანაირად წარმოუდგენელია. ჩვენ უნდა გამოვხატოთ მორჩილება ღმერთის ნების მისაღებად. რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. და მოვიდა მოწაფეთა თანა. დაბრუნდა მოწაფეებთან და პონდა იგივე მძინარენი. ერთადერთხელ სთხოვა ღმერთმა რაღაცა. ჩემი გულისათვის იფხიზლეთო რა ცოტა ხანიო რა. გვერდზე დამიდეკით მაგძნობინეთო რომ თქვენ შეწუხებულები ხართ ჩემს გამო. მით უმეტეს წინასწარ გეუბნებით ყველაფერს, რომ ეს ესე მოხდება. და მოდი გაიზიარეთ რა ჩემი ტკივილი. და გვერდზე დამიდეკით რა, ხო არ ვითხოვია თქვენთვის არაფერი არასოდეს. ეხლა გთხოვთ. ეხლა ჩემს ადამიანურ ბუნებას ჭირდება თქვენი თანადგომა და დამიდეკით გვერდზე. მოვიდა და დახვდნენ მძინარეები. აი სამი მოციქული. რომლებიც ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ თავეთი ერთგულებით, თავეთი სიყვარულით. ვერ შეძლეს. ესეც იმისთვის ხდება, რომ დაამდაბლოს ისინი და დაანახოს, რომ არაფერი არ ახართ ჩემს გარეშე. პეტრეს ამითიც ეუბნება. შენ ის არ ახარ პეტრე, ეხლა 10 წუთისი რომ მეუბნეოდი, რომ შენ ჩემი გულისათვის სიკვდილზე მზად იყავი? ელემენტარული ვერ შეძელი, რომ გეფხიზლა და არ დაგეძინა. უსაყვედურებს უფალი. ხვა პეტრეს, თან პეტრეს მიმართავს. ესოდენ ვერ უძლებ ჟამერტ გვიძარა ჩემთანაო. ნახე როგორ ტკბილად საყვედურობს რა.
ვერ შეძელით რომ ცოტა ხანი გეღვიძა ხო ჩემთან ერთად ხო? იღვიძებდით და ილოცებდით, რაით არა შეხვიდეთ გალსაც დელსაო. ნახე, აქაც მოციქულებზე ზრუნავს ხალხო. მათთვის ეუბნება რომ ღვიძარება და ლოცვა ისწავლეთ. თუ გინდათ რომ განსაცდელებს გაექცეთ და როცა მოიწევა ის განსაცდელი, იქ მერე გაძლება ისწავლოთ და სწორად მიღება ისწავლოთ და გადატანა ვაჟკაცურად იმ განსაცდელისა. სული გულს მოდგინეა, ხოლო ხორცი უძლო. ანუ ამით ასე ეუბნება რომ მე ვიცი რომ თქვენი ხორცი დასუსტებულია, დაუძლურებულია, დაღლილები ხართ, დაჭმელია გიჭამიან, გეძინება, ღამეა, მაგრამ სული უნდა მართავდეს ხორცს. სულია გულს მოდგინე. სულ შეუძლია რომ დაემორჩილოს ხორცი. ამიტომ სულიერები იყავით და სული წვრთენით აუცილებლად იმისათვის რომ შეძლოთ განსაცდელებზე გამკლავება. და აი ამას ეუბნება სწორედ რომ სულიერად რო ხართ პატარები, სულიერად რო ხართ მცირეები, იმიტომაც გემართებათ რაც გემართებათ. იმიტომაც ვერ ახერხებთ რომ იღვიძოთ ჩემ გულისადმი. მე ვიცი რომ გიყვარვარ. მაგრამ სუსტები ხართ ძალიან. თქვენ სიყვარულში არ ვეპარება ეჭვით. თქვენ სიძლიერეში მეპარება ეჭვით. თქვენ ვერ შეძლებთ ერთგულებას ჩემსას. და აი რო შეძლოთ, მერე სამომავლოდ, ამიტომ სულიერად ივარჯიშეთ. სულია გულმოდგინე და ხორცი უძლურიაო. ყვალად მეორე წარვიდა, იულოცვიდა და თქვა. მეორედ გავიდა სალოცავად. მამაო ჩემო, უკვე თუ ვერ შესაძლებელას, თავიდან ხომ თქვა რომ თუ შესაძლებელი აღაცილებ, ეხლა უკვე სხვანაირად ეუბნება. უკვე თუ ვერ შესაძლებელას, სასველი ესე თანაც წარსულა ჩემდა, რაითამც არა შევსვიგი, იყავ ნებაი შენ. თუ შეუძლებელიაო, რომ მე სასმელი არ მივიღო და არ შევსვავ, ანუ ეს ყველაფერი რაც მე მელის, არ დავიტიო დავიტანო, იყოსო შენი ნებაო. და მე აღვასრულებ ამ ყველაფერს. და მოვიდა, ისევ მომრუნდა მოწაფეებთან და ყვალად უნდა იგივე მძინარები, რამე თუ იყვნენ თვალნი მათი დამძინებული. აი ზერა ძლივს ახელდნენ თვალებს და ძილბურაში იყვნენ რა. და ფაქტიურად მძინარეები იყვნენ, იმიტომ რომ თვალები ქონდა რომ დამძიმებულიო რა. და დაუტევნა იგივე ყვალად წარვიდა მესამედ ამჯერად აღარ საყვედურობს, იმიტომ რომ ის პირველი საყვედური ახსოვს მაგას. მესამე წავიდა სალოცავად. ილოცვიდა და მასვე სიტყვასა იტყოდა. ანუ ისევ იგივე უთხრა უფალს, ანუ თავისი ადამიანური ბუნება გააძლიერა მან ამ ლოცვით. და შეემზადა იმ განსაცდელებისთვის და იმ ტაჯვისათვის, რომელიც მას უნდა აეტანა. მაშინ მოვიდა მოწაფეთა მათ და თქვა, ანუ დაბრუნდა უკვე გაძლიერებული და გამტკიცებული თავის თავში და ეუბნება. დაიძინეთ ავიერიდან და განისვენეთ. აჰა ესე რა, მოახლოებულა ჟამი და ძე კაცისა იქ მიეცემს ხელთა ცოდულთაზე. რას ნიშნავს დაიძინეთ და განისვენეთ? ანუ თუ უკვე ის მომენტია დამდგარი რომ და მოვიდნენ და უნდა შემიპყრონ, მაშინ რატომ უნდა დაიძინოთ, ხო? სხვა რამეს ეუბნება ოფალი, თქვენ ეხლა ამისმეც ვერაფერს ვეღარ გამიგებთ. ანუ მე რაც მინდოდა და რაც მჭირდებოდა და როცა მჭირდებოდა, თქვენ ეს ვერ შეძენით. ცოტა ხნით გთხოვეთ, რომ ჩემთან ერთად ყოფილიყავით, რომ მე ადამიანურად მარტო არ მეგზო თავი, ეს ვერ შეძენით. მე მოვიკრიბე ძალიან, მე გავძლიერდი. მე იქ ვარ სადაც საჭიროა. ეხლა დაიძინეთ. მე ისედაც ვიცი რომ თქვენ დაიძინეთ. თქვენ ვერ დავიდგებით მე გვერდზე. ვიღაცა სითბოზე გამცulis, ვიღაცა ძილზე გამცulis, ვიღაცა ოჯახზე გამცulis. და დაიძინეთ ეუბნება, აძლევს უფლებას. კიდევ ერთხელ გეუბნებით, იმიტომ რომ იცის იესო ადამიანური ბუნების უძლურება. კარგად იცის რომ ვერ შეძლებით მოციქულები ერთგულებას. ჯერ თუმცა
თქვენ იცით რომ მე ეუბნება უფალი, მანამდე ეუბნებოდა უფრო სწორად რომ თქვენ ჩემზე მეც გააკეთებთ, როცა მე ამ ქვეყანაზე აღარ ვიქნები. და ესეც იყო ხო? მოციქულება რამდენი ტანჯვა და რამდენი წაება დაითმის. მაგრამ ეს ხდება უკვე შემდეგ. როდესაც სული წმინდით აღივსებიან, როდესაც გაძლიერდებიან. როდესაც თავიანთ ღვაწლს ჩადებენ უკვე. აი ყოველთვის მაგრამ ჯერ სუსტები არის. ხო, აი ახეთ, აჰა ესე რა მოახულებულა რჟავი და ძე კაცის აი მიეცემის ხელთა ცოდულთას. რა საშინელებაა რა ვის განცდა, აი ერთი წუთით შეეცადე წარმოიდგინოთ ახლა ქრისტეს ადგილზე თავი რომ მან რომ იცის გესმის ეს ყველაფერი რა რომ იცის რომ ეს ელოდება მას და რომ იცის რომ უსჯულო და ცოდვილი ადამიანების ხელში უნდა ჩავარდეს. ეულე ორი წავიდეთო. აი ხა ეს უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და რაც გისინას არ მეტყოლეთო ეს ყველაფერი ახდება და აცხადდება. გურია გავჩერდე ჯობია ხო. აღდეგი წარვიდეთ ამერ, აჰა ესე რა მოიწია მიცემელი ჩემი. ესეც უთხრა წინასა. ავდგეთო ეხლა აქედან გავიდეთო. ჩემი მიცემელიო მოვიდაო უკვე. ეხლა აქ არ წერია მათესთან. არ მახსოვს რომელ მახარებელს აქვს, უწერია პირდაპირ. აქ ეხლა დაკონკრეტებული აღარ არისო. ეუბნება იუდას რომ წადიო ეხლა და შენი საქმე გააკეთებ. და მიდის იუდა. დგება სუფრიდან და გადის. იმისათვის რომ მოიყვანოს ისინი ადონეზეა დაბრმავებული, თავისი უსჯულოები, თავისი ცოდვით. ჩვენ ეხლა შევჩერდით 46-ე მუხზე, 47-დან გავაგზავნებთ უკვე შემდეგ საუბარზე. ესე გავჩერდე ჯობია, იმიტომ რომ ეხლა რომ კიდე გავაგზავნო, 15-20 წუთი კიდე გადავაცილებ. ამიტომ ჯობია რომ ესე გავჩერდე.